საღამომშვიდობის მეგობრებო, დღეს ძალიან დელიკატური თემა ავირჩია, ძალიან აქტუალური და ძალიან დაფარული. და დღეს მინდა რომ ვიყო მშვენიერი მოსაუბრე, ისეთი რომ გველს ხრელიდან რო ამოიყვანს, ენატკბილად მოუბარიო. ესე იგი ვისაუბრებ დღეს ნახევრად ქართველებსა და ნახევრად ებრაელებზე. ანუ დედა რომ ქართველია ყავთ და მამა ებრაელი, რაც იშვიათად ხდება ხოლმე, უფრო დედა რომ ებრაელი ყავთ და მამა რომ ქართველი. ანუ ქართველიც რომ არის და ებრაელიც რომ არის. ასეთ ქართველებზე ვისაუბროთ, რა მოუვათ ასეთ ქართველებს, უფრო სწორედ რას აკეთებენ ესეთი ქართველები და ვინ არიან დღეს საქართველოში ასეთი ქართველები. 1, 2 და 3 დავიწყე თემა. ბავშვებო და ყველა ჩუმად იყავით, არ შემიშავთ ხელი, თორემ გაობრაზდები, გავცეცხლდები, ენატკბილად მოუბარი მინდა ვიყო მეთქი დღეს. ივანე, გაიგე რა გითხარი? გაიგე, ხო? ხო. ჩემმა მაყურებელმაც გაიგო. ესე იგი, მეგობრებო, ჩვენი სახელმწიფო იმართება ჩვეულებრივად ისეთი ხელისუფლებისგან, რომელიც არის არაკანონიერად დამკვიდრებული 1992 წლიდან. მე ხშირად შეგახსენებთ ამას, მე არ მისმოდა თავიდან და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მაგრამ რო გავიგე ეს ყველაფერი ძირეულად, მივხვდი რომ სადაც არის დაშვებული ძაღლის თავი, სადაც არის დამარხული და დაშვებული შეცდომა სად არის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ხელისუფლებაზე, რომელ ხელისუფლებაშიც დღეს ნახევარდ ქათამები ზიან, ხო? აი ნახევრები ზიან. ანუ ძალიან ჭკვიანი გონიერი ხალხი ზის. ესენი არიან, მე ვერ ვიტყვი ებრაელებზე, რომ ისინი არ არიან გონიერი ხალხი, ძალიან გონიერი ხალხია. ქართველებზე გონიერები, რო იცოდეთ. ქართველები არიან ძალიან გულწრფელი ხალხი, რომელიც თითქმის გაწყვიტეს მთლიანად. და ებრაელები ძალიან გონივრები არიან და გულწრფელობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ გონივრები არიან. ქართველებს ძალიან კარგად უგებენ. თანაც ისე უგებენ, რომ ისეთ მახეებს უგებენ, რომ ქართველები ვერც კი მოტვინავენ. აი ეს არის გონივრობა, მეგობრებო. არა კარგი გაგებით, მაგრამ გონივრობა, ხა ვერ დაუკარგო, რაც აქვთ. რატომ არიან ებრაელები გონივრები? რატომ არიან ებრაელები გონივრები, მეგობრებო? იმიტომ რომ მიბაძეს ჩვენს ძირძველ ქართველებს, როგორც ჩვენი ძირძველი ქართველები იქცეოდნენ. და სხვათა შორის ჩვენი ძირძველი ქართველები როგორ იქცეოდნენ? ჩვენ ძირძველ ქართველებს ქონდათ ქალის კულტი. აი ეს ქალის კულტი გველურად დააკარგვინეს ქართველებს და შემოიტანეს პატრიარქის, ანუ მამის კულტი. და თვითონ თავად კი ის გააკეთეს, რაც ქართველებს ოდითგან ქონდათ ქალის კულტი. და მემკვიდრეობა ქალიდან კი არ გადადის საქართველოში, არამედ გადადის კაციდან და ებრაელებთან ქალიდან გადადის. ძალიან გონივრე როქი გაუკეთეს, როქი, ხო? გიტყვიან ხოლმე იმაში ჭადრაკის თამაშში, როქი გაითამაშეს. მოდი ახლა ვნახოთ ეს როქი რო გაითამაშეს, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბიჭო, ახლა გასაგებია რომ ამდენი ხანი გაცალეთ და ითამაშე შენი თამაში. ოკეი, ქართველები მომთმენები ვართ და ძალიან ამტანები ვართ. იციან ეს კარგად, მაგრამ მოდი ახლა ჩვენს გვინდა რაღაცა დავიღალეთ ამ ერთ პოზიციაში ჯდომით, ქართველები ვფიქრობთ ახლა ესე და მოდი ახლა მე კი გაცალე შენ თამაში და გადაგიცვალე ადგილი, მაგრამ ეხლა ჩემი ადგილი მინდა უკან დავიბრუნო, ძმაო, ესე არ არის თამაშის წესები, მეც ვიცი. ხო და გამარჯობა ყველას, მივესალმები. მიტო უყვართ ქართველებსაც და ლოცულობენ ებრაელებზე. მამარდაშვილი ხათუნა. მე არ გამიგე არც ერთი ქართველი რო ებრაელზე ლოცულობდეს, მაგრამ რახან ამბობ, ალბათ ლოცულობ. ეხლა რა ხდება? რა ვუყოთ იმ ბავშვებს, იმ დაბადებულ ბავშვებს, რომელიც მამით ქართველია და დედით ებრაელია. დედით ებრაელია 100%-ით.
ანუ დედიდან გადადის მემკვიდრეობა სულ ერთია მამა ვინ არის. ძაღლიც რო იყოს არ აუშავს. და ქართველებში პირიქით მამით გადადის და სულ ერთია დედა ვინ არის. ძაღლიც რო იყოს არ აუშავს. გესმის? აი ესეთი პოზიცია აქვს ქართველ მამაკაცს და ებრაელ დედაკაცს. და ასეთი პოზიცია არის მეგობრებო ჩვენ საპატრიარქოში. ორი რქა არის საპატრიარქოში. ერთი არის პატრიარქა და მეორე არის მატრიარქა. ანუ ორივე რქა კი გვაქვს, მაგრამ ვინ ვის საშია გავიგოთ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ შორენა თეთრუაშვილი განაგებს სრულიად საპატრიარქოს, სრულიად საპატრიარქო განაგებს სრულიად სახელმწიფოს ხელისუფლებას და სრულიად სახელმწიფოს ხელისუფლება განაგებს სრულიად საქართველოს, ხო? ასე არის მეგობრებო, დომინო ეფექტია. ხო და სრულიად საქართველოს, ესე იგი განაგებს ვინ? რა გამოვიდა? თეთრუაშვილები. უი, თეთრი ხალათი მაჩვია დღეს რა დამთხვევა. და თანაც თეთრუაშვილები შორიენები, განა ლაზარები, შორიენები, ან შორენაო. გვეუბნება პირდაპირ რომ შორს არის შენი ენისგანო. კი, ბევრი განსაკუთრებით ვინც ისრაელშია. ახლა მოდი ვნახოთ, ქართულად მოლაპარაკე ებრაელები. ბიჭოს, გენი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი, ხო? და ახლა რომ ქართულ ენას და უფლის ენას ფლობენ ეს ჩვენი ნახევრად ებრაელები, რას ლაპარაკობთ? ისინი ხო გენიოსები არიან. ნუ ქართველი რომ ებრაელს შეუერთდება, ის ებრაელისგან ვერაფერს აიღებს პრინციპში. გარდა ერთისა, კარგად ისწავლის ვაჭრობას და აგერ გადაქცეულია სავაჭრო ცენტრებად, როგორც ჩანს, აუღია რაღაც, მაგრამ აი ღვთიურს რომ ვერ აიღებს. ეგ ხო ვიცით ფაქტის სახეზია, ღმერთკაცი მოკლეს ებრაელებმა, მაგრამ აი ის ებრაელები, რომლებმაც ღმერთკაცი მოგვიკლეს, შეიცნეს ქრისტე რომ მართლაც მამის შვილი იყო და აღიარეს, ოღონდ დაფარულში და ის არ აღიარეს საჯაროდ, არამედ აღიარეს თავიანთ გულებში და ყველა თითქმის ებრაელმა იცის, რომ ქრისტე იყო ქართველი და მარიამიც რა თქმა უნდა, მარიამი თუ ქართველი იყო, ქრისტეც ქართველი იყო, აბა მამამისი კი ღმერთია. ამიტომ მეგობრებო, გადაწყვიტეს, რომ ეს ქართული დალოცვილი ენა და ღვთიური ენა თვითონაც გამოიყენონ. და გამოყენება ძალიან პირდაპირ მნიშვნელობით ზუსტი სიტყვა არის, შესაფერისი სიტყვა არის გამოყენება. განადაყენება ან გადაყენება, გამოყენება. და განა ხელმძღვანელობა ამ ენით, განა მიმართვა ამ ენით, გამოყენება. და რა გააკეთეს? აგერ ჩვენი თამარ დედოფლის ნაშრომები, რომელიც იყო არაჩვეულებრივი სიტყვის ძალის, რასაც იტყო და მაშინვე მეხივით გავარდებოდა ხოლმე ის სიტყვა, ადგნენ და წაიკითხეს. შენ გადაგიმალეს, მაგრამ თვითონ იციან, რას ფიქრობთ? ის და დავითის ვარსკვლავი, თამარის თვალი, ქოროსის თვალი და თამარის ყველა თითქმისი სიმბოლო, რომელიც განიხილებოდა მე-12 საუკუნეში და ქართველებს ეკუთვნოდათ, ახლა მეგობრებო, ეს მასონთა დიდ წარმომადგენლებს ეკუთვნით. რატო თუ იცით? იმიტომ რომ რაც თამარის ჰქონდა და ნამუშევარი და რასაც თამარი ფლობდა, ბოროტის ხელში ჩავარდა. ვერ ვიტყვი ბოროტიო, იმიტომ რომ ის თავისთვის კარგს აკეთებს. შენ კიდი ხარ მართალია, მაგრამ თავისთვის კარგს აკეთებს. ეხლა ზოგმა შეიძლება თქვა შორენა თეთრუაშვილი ურჩხული ჩვენთვის. კი, რომელსაც საერთოდ არანაირი წოდომა არ გვაქვს ებრაულ სისხლზე და არც გვინდა, მაგრამ ებრაელ ქართველთათვის ის დედოფალია. და მართავს საქართველოს. ვის ქვეყანას მართავს? ქრისტეს ქვეყანას მართავს. რა თქვაო?
ქართველები რო გვიან მივიდნენ და ქრისტემ თავისი მიწა, კუთვნილი მიწა თუ ღმერთმა თავისი კუთვნილი მიწა ქართველებს დაუთმო. ხო და ახლა მეგობრებო, ეს ქართულ მიწაზე, ამ ქართულ მიწაზე რომ ჩვენ მისი მკვლელის დედოფალი დავაყენეთ, რას ფიქრობთ, მოეწონება ეს ქრისტეს? რა თქმა უნდა მოეწონება. ქრისტე ყველასთვის ღიაა და ქრისტე გამცემია, როგორც ჩვენი მგოსანი შოთა რუსთაველი ამბობს, რასაც გასცემ შენია. მეგობრებო, მე მაგაზე კი არ მაგ რომ ჩემია და დამიბრუნე და მომეცი. არა, მეგობრებო, მე დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. მე უფრო ძალიან მაგარ რაღაცაზე ვისაუბრებ და კარგად მომისმინეთ, ყურები ორივე გააღეთ დიდად. აქეთ რომ შეუშვებთ, აქეთ ნუ გამოუშვებთ, აქეთ რომ შეუშვებთ, აქ დაიტოვეთ და დაფიქრდით ერთი ღამის განმავლობაში. თუ ვერ გაიგებთ და დაგავიწყებთ, კიდევ მოусმინეთ ამ ლაივს და მოდი ახლა ამაზე ვისაუბროთ, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დღეს როგორ გამოვიყურები? ლავაზად, ხო? მოკლედ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და როდესაც ჩვენ ზეციური შვილები გვია, ჩვენ არ უნდა გქონდეს პრეტენზიები რაღაცა მიწის, რაღაც ერთ მონაკვეთზე, რომელიც პატარა საქართველოა. არა, თუ ვინმეს ამაში ჩვენი შეცილება სურს, უბრალოდ ხმამაღლა გვითხრას და ჩუმჩუმელად ნუ გვპარავს. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქართველებისთვის, მეგობრებო. ჩვენ ქართველები არ ვართ ხამები, არც გოიმები და არც დავგოიმდებით და არც დავხამდებით ამ ერთ ღვთისგან კურთხეულ მიწას თქვენ მოგცემთ თუ გინდათ, მაგრამ ხმამაღლა გითხარით ეს. ჩუმჩუმელად ნუ გვპარავთ. არ არის ეგ კარგი საქციელი. ნახევარ ქართველებო და ნახევარ ებრაელებო. ცოტა ქართული მაინც ხო გაქვთ რაღაც შემორჩენილი. ხო და იმას ველაპარაკები ახლა მე, თქვენ იმ მხარეს ველაპარაკები. ქართველს აქვს მაგის შნო, მაგის გამბედაობა, არც არაფერს მოგატყუებს, ალალად გეტყვის, რომ ეს მინდა, ეს ფანქარი მომეწონა და მინდა. ძმურად მომეცი რა. და ქართველს აქვს იმის უნარიც, რომ ეს მარტო თავისთვის კი არ უნდადეს, როგორც ძმურად სთხოვ, ისე ძმურად გადმოგცეს. ჩვენი ადგილი აქ არ არის, მეგობრებო, ჩვენი ადგილი იქ ზეცაში არის. რასაც ქრისტე გვასწავლის, ჩვენი ადგილი იქ არის. ამიტომ მე შენ, როგორც ებრაელს, როგორც ქართველ ებრაელ ძმას, ან დას, არც ხმას დაგარტყავ ამ მიწის გამო და არც ჩაგარტყავ თავში, არც ფულზე გაკყიდი. უბრალოდ მითხარი ხმამაღლა ძმურად და მოგცემ. გადმოგცემ. გაჩუქებ, რასაც გაასცემ შენია. ამიტომ მეგობრებო, ქრისტე მხოლოდ ამით იგებს სწორედ იმ დიდ ურჩხულზე, რომელიც იმ პერიოდში ადამიანებს აჯდა კისერზე, განსაკუთრებით ებრაელ ერს. ებრაელმა ერმა რა დააშავა, როდესაც დაცემული სული ამ ებრაელ ერს მიახტა და დააჯდა კისერზე და აღარ იცოდნენ, რას აკეთებდნენ, ღმერთს ხედავდნენ ღმერთი იყო და კლავდნენ. ეს ერი, მეგობრებო, არც მოსაკლავია, არც დასაკლავია, არც შესაწირია და არც საცემია. ეს ერი შესაბრალებელია. და ამიტომ ქვიათ ებრაელებს ბრალი ადევთ და შევიბრალოთ უბრალოდ. ქართული ენა გენიალურია, ღმერთების ენაა და იცოდეთ ეს რომ ღმერთების ენაა. ლაზარი აღმდგარია და ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ვსაუბრობთ ლაზარეს ენით, ქართველები. ბევრი ეცადნენ, ბევრს ცდილობდნენ, რომ ქართველებისთვის ქართული ლაზარე წაერთვათ ის ცნობიერი, რომელი ერიც ღმერთის ენაზე საუბრობდა, მაგრამ ჩვენ დავიბრუნეთ რამე თუ ჩვენ ქართველები არ ვქრებით
არამედ გარდავიცვლებით. აი ვინც ხრება იმან იდარდოს, რა თქმა უნდა მას ექნება კომპლექსი და მას გაუჩნდება სიხამე და მას გაუჩნდება შიში და მას გაუჩნდება ყველა ის ნაკლოვანება, რასაც ქვია ჩემია, ყველაფერი ჩემია. როცა ქრისტე გვეუბნება, რასაც გასცემ შენია. უბრალოდ მითხარი, იუდა, რომ შენ 30 ვერცხლი აიღე ჩემს მოსაკლავად და მე შენ კი არ გცემ და თავს კი არ მოგაჭრი. უბრალოდ გეტყვი, ბევრი შრომა დაგჭირდება იმისათვის, რომ სასუფეველში შენც მიგიღონ. ნუ გეშინია იუდა, შენც მიგიღებენ სასუფეველში. უბრალოდ რახან ამ უფლის მქონე სისხლის ერის მატარებელი სისხლი შენ შეირიე, გამოფხიზლდი. მიიღე ის ფხა, რომელ ფხაზეც საუბარია ვეფხის ტყავსანში და გადავედით კიდევ ჩემს ყველაზე პირველ ვიდეოში, სადაც დაიწყო გახსნა თუ რას ნიშნავს ვეფხის ტყავსანი და რას ნიშნავს თევზის ფხა. შენც მიიღებ ამ ფხას. უბრალოდ უნდა გამოფხიზლდე. თუ არ გამოფხიზლდები, შენ იქნები ილუზიაში, შენ იქნები შიში, შენ გეგონება, რომ ყველაფერი შენი უნდა იყოს, რაც წარმავალია, რაც გარდამავალია, რაც ხრწნადია, რაც არ არსებულია, რაც ილუზია. აი ამ ილუზიებში იქნები ჩაჭერილი, მეგობარო, ძმაო, იუდეველო. და ვერასოდეს ვერ გაიგებ, თუ რა ზეციურ საუბრობდა ზეციურზე, რა ზეციურ სავანეებზე საუბრობდა ქრისტე. იმიტომ რომ შენ მხოლოდ ამას ხედავ. მხოლოდ მატერიალურს ხედავ, მაგრამ ამას რისი დაწერა შეუძლია, ამას მხოლოდ ღმერთები ფლობენ. და ვინ არისო ესო? ქარი არის ესო. ფანქარიო და ვინ ქრისო? ტეო, ხო? ქრის, ტარი და ენიო. ჩვენი ენა, მეგობრებო, არის მხსნელი, რომელიც ქრისტესთან ერთია. ეს არის ლაზარე, ეს არის ჩვენი და არა ჩვენი, ეს არის ღმერთების ენა. ამ ენაზე ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები. ეხლა ვიღაცას კითხვა გაუჩება, ვინ არიან სხვები? ვინ არიან სხვები? თუ არა ადამიანები? სხვები არიან იაჰველები. იაჰოველებს ეძახიან დღეს მათ. ებრაელები იაჰოველებს ეძახიან და იაჰოველები არიან იაჰოველები. და ჩვენ ვართ ეხლა ვერ გიპასუხებ. და ჩვენ ვართ ქრისტიანები, მეგობრებო. ოველებიდან იანებში გადავედით, ქრისტალში გადავედით, გადავიზარდეთ. და ჩვენ თუ ქრისტალში გადავიზარდეთ, რასაცა გასცემ შენია და აჰა შენი იყოს ჩვენი მიწაც და აჰა შენი იყოს ეს სამყაროც. იახვემ შექმნა და იახვეს შვილი ხარ. მე კი ქრისტეს შვილი გავხდი. ამინ, ამენით იესო ქრისტე. თქვენს მოსაზრებებს დაველოდები და ახლა ცოტა გავირთობი. თუ კითხვები გაქვთ,
დამისვით. ნახეთ შემო ბავშვმა რა დახატა დღეს. და ესეც დახატა. ესეც დახატა. აი, თამაში მეგობრებო. როდესაც ქრისტეს ეკითხებიან ერთი მოვა და ეუბნება აიო, ჩემი ქვეყანაო დაიპყრო სხვამო. მეკიო და ჩემ ხალხს ჩაგრავსო და მეკიო გამოვედიო იქიდანო და ხალხს ვაგროვებო რომ მივიდეო. ეს დავიპყრო და ჩემი ხალხი გავათავისუფლო. და ელოდება რას ეტყვის ქრისტე ამ დროს და მგონია რომ კარგ საქმეს აკეთებს და ქრისტე ეტყვის. წადიო, მონახარ და მონად დარჩებიო. აი, მეგობრებო, ეს არის ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ქართველები და აქამდე გვეუბნება ღმერთი, მე ხომ დაგითმეთ თქვენ ეს მიწა, ღმერთი ვარ. და თქვენს მოვიდა დრო რომ გახდეთ ღმერთები. და სრულიად ღმერთები დაუთმეთ მიწა და შემომიერთდით მე. მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს. დანარჩენი მეგობრებო ყველაფერი ომი, ჯანყი, შეკრება, კივილი, წივილი, ეს ის ყველაფერი მონახარ და მონად დარშიო გეუბნება ქრისტე. თუ კი შენ მართლა რამე გინდა რომ გაითავისუფლო თავი ამა სოფლისა, ამაოებისგან, შეუერთდი ქრისტეს, რასაც გასცემ შენია, შენი იყოს ყველაფერი, უბრალოდ ხმამაღლა თქვი. შენ ირანელო, არაბო, პაკისტანელო, ინდოელო, ებრაელო, ყველამ, ვისაც ჩვენი მიწა გინდათ, დაგიჭამიათ ერთმანეთი. გისმენთ დედიკო? ის ნახატი რომ დავხატე, შენ რომ იქ რომ მიაწევე, ისიც აჩვენე. ის იმას ხოლმე ჩამოვიღებ, მერე ვაჩვენე, მერე სხვა დროს, ეხლა არა. ნიკოლას, ოფკიც. კარგი? უბრალოდ ჩვენ გავიგოთ, რომ ჩვენი ადგილი სადაც არის, იქ მიგვიყვანს ღმერთი და გავერთიანდეთ ღმერთში, გავერთიანდეთ ქრისტეში, ქართველებო, ეხლა მე თქვენ ქართველებს გესაუბრებით. კარგი იყოს ჩვენი ებრაელი ძმების და დების ეს მიწა თუ უნდათ და უკვე მათი არის რაღაც უნდა ამას საუბარი, ჩვენ ხომ არ მოვკლავთ მათ არა? აგერ თეთრუაშვილი არის ებრაელი არის დედოფალია ებრაელების და თეთრუაშვილის არის უკვე ყველაფერი, რასაც აკეთებენ ამ ქვეყანაში და ხო არ მოვკლავთ? ქრისტეა ეს, ვინც კლავს? არ კლავს ქრისტე მეგობრებო, ქრისტე არ კლავს. ქრისტე თავისთვის არის. და თუ ჯვარს გვაცმევენ, ხო? თავისას დააბრალონ, მერე ის რაც მოუვათ მათ კარგად იციან ვინ არის ამა ქვეყნის, ამ დედამიწის მართველი და პანტოკრატორი რო ქრისტე გახდა, იმ დროს როცა ჯვარს ეცვა და შემდეგ ამაღლდა, როდესაც მან ეკლის გვირგვინი მოიპოვა, კარგად იცის თითოეულმა ებრაელმა რომ ქრისტე არის ამა სოფლისა პანტოკრატორი და ქრისტე გველოდება ჩვენ გვცდის რას გავაკეთებთ. მართლა გავიგეთ რა თქვა ქრისტემ და რა გააკეთა და პრაქტიკაშიც იგივეს გავაკეთებთ? თუ იუდასავით. რა გშია დედიკო, წეღან ერთი ულუფა სუპი შეჭამე. კიდე გშია? ხო. ხო და მაშინ მიდი კიდე ჭამე. მერე კიდე შია. ორჯერ გაეცინა ლაზარესი. ლაშა კიდე ოდნავ აგვიხსენი საით მიყვავა. და ამიტომ მეგობრებო, ამიტომ თუ გინდა რომ მართლა ქრისტიანობა დაამტკიცო და ქრისტე ამბობს ბოლო ჟამს ყველას მოატყუებს გეტყვიან აგერ ქრისტეაო იგერო და არსად მიხვიდეთ ქრისტე არსად არისო თქვენ შეეძება ქრისტე თქვენში ვარო თქვენში ვიქნები მე და ჩვენ თუ ქრისტე ჩვენში არ ვეძებთ და ქრისტეს საქმეები ერთ-ერთში არ ვაკეთეთ, ხო? ჩვენ ვერ დავუმტკიცებთ ქრისტეს, რომ აი ქრისტე მე შენაერი შენი ცხოვრება გავიარე, ვერ ვეტყვით, როდესაც მის წინაშე წავდგებით. ან როდესაც ის წარდგება ჩვენ წინაშე, მეორე მოსვლის დროს.
ვერ ვეტყვით ჩვენ ამას. იმიტომ რომ არ გაგვივლია, აგერ ჩვენ წინაშე ვდგავართ, გამოცდის წინაშე ვდგავართ, რომ მიწას გემათხოვრებიან, მიწას გპარავენ, გატყუებს იუდა კოცნის და ისე გეხვევა და ის როგორც დღევანდელი საპატრიარქო გვიკეთებს ჩვენ ქართველებს. იუდას პოზიციაზე დგას, ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ყურს ვაჭრით, ჯარისკაცს? თუ ვუმთერებთ ყურს? მივდივართ ჯვარზე, თუ ხმალს ვიღებთ და მუცეში უყრით. რომელია ქრისტე? თიხა იპარავს თიხასო. ლაშა ძალიან საინტერესო რაღაცებს წერ მართლა. მატერიას ჭირდება კი. ზეციურს ზეციური. ამიტომ მეგობრებო, ამიტომ მე ასე დავინახე, რომ ქრისტე ჩვენ ბოლო გამოცდას გვიწყობს. ხედავთ რა, რომ საქართველო დაგვაწერეს, აგვახიეს, მაგრამ ეს მიწა ჩვენი არ არის მეგობრებო. ნუ დაგავიწყდებათ. ღმერთმა გვათხოვა ეს მიწა და ჩვენ ვერც ვერაფერს წაგვართმევენ. თუ ვინმეს ებრძვის, ღმერთს ებრძვიან ესენი და ღმერთს ატყუებენ. ჩვენ კი არა, ღმერთი მოულით მაგათ. ჩვენ კი ქრისტეს მივყვაძოთ. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა ლაშა გეთახმები. ფანქარი. ძალიან საინტერესოა ფანქარი. შეუძლია დაიწეროს, შეუძლია უცბად წაიშალოს. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ და არსად მე ვარ. ყველგან მე ვარ და არსად მე ვარ. ასე მეგობრებო, მაგრამ კალამს უნდა რომ დაიწეროს და იმას ვერავინ ვეღარ წაშლის თუ არ დაწვავენ, სანამ არ დაწვავენ, ხო და გავხდეთ ფანქრები, ხან ვართ და ხან არ ვართ. ხანში გადავედით მეგობრებო, გილოცავთ. ხარში გადავედით გილოცავთ. მარი ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ჭეშმარიტად არა, მართებულად აღდგა. მართლა აღდგა. ისე სხვათა შორის მაგ სიტყვას დაუფიქრდეთ კარგად. ჭეშმარიტებას ეშმაში ვზივართ. ჭეშმარიტად აღდგაო, რო გეუბნებიან. ეს სიტყვა ჩვენი არ მგონია რომ იყოს. ქრისტემ თქვა ხელი გაანძრიეო. სად თქვა ეგ? არსად არ უთქვია ქრისტეს ეგ სიტყვები. ნელი, ეგ სიტყვები ქრისტეს არ უთქვავს, ეგ სიტყვები ღმერთის სიტყვებია, როდესაც კაცი მძირება და ეუბნება ღმერთი გაანძრიე და გეშველებაო, ხელი გაანძრიე და გეშველებაო. გამარჯობა. ამ მომენტში ეგ ხელის განძრევა არაფერს არ გუშველებს. უკვე დავაგვიანეთ. უკვე დავაგვიანეთ მეგობრებო, უკვე გაგვაცურეს. მაგრამ ქრისტეც გააცურეს ეგონათ იუდეველებმა, იუდამ და მისმა საპატრიარქოს ხალხმა. გადაიხსნის ესე. შენო ჩვენ ღმერთს შეურაცხყოფა, მაგარი ფილმია მელ გიბსონი როგორ მიყვარს, ამაგრე გამოხატავს ემოციებს თავის ფილმში. ქრისტეს უნებანში. ხო, მეგობრებო, ქრისტეს უნებანში ჩემს ნათლულ, თურქ ნათლულ ჩემ ხელა გოგოს, მაშინ გოგოს, ეხლა ქალბატონს ვანახე რა არის ქრისტე და ვინ არის ქრისტე, უკვე მონათლული იყო და ამ გოგო მადლობა გადამიხადა. ეხლა მივხვდიო მე
ვინ იყო ქრისტეო. და სხვადასხვა მელ გიბსონის ფილმი ქრისტეს უნებანი ეგ არის სასწაული ფილმი. ეგ ფილმი არის სუსტი გულის მქონეებმა არ უყუროთ. ეგ ფილმი რამდენჯერმე მაქვს ნანახი და ყველა ჯერზე ემოცია არ ქრება. ემოცია არის უმაღლეს დონეზე გადმოცემული. თუ ვინმეს ემოციურობა შეუძლია. მარი მართლა ალბათ გაგიმარჯოს იოანეო და რა გააკეთა იოანემ ისე ვიყავი ჩართული ამ ლაპარაკში რომ ვერც მივხვდი რა თქვა ბავშვო. გამახსენი შემახსენი. ჭეშმარიტება მეტი სამშობლოა. მეგობრებო, თქვენ იცით რა მოუვიდა იუდას, ხო? თქვენ იცით რა მოუვიდა იუდას? მოგვესალმო, ხო? თქვენ იცით რა მოუვიდა იუდას, როდესაც ქრისტე გაყიდა, ხო? ანუ წინასწარ ვიცით რა მოუვა იმ ხალხს, ვინც ჩვენ მიწა გაგვიყიდა, ხო? ვინ ჩვენ გვიღალატა, ხო? წინასწარ ვიცით რაც მოუვა, ხო ისეა, ხო ისეა. გინდა ნახევარად ქართველი იუდეველი იყოს და გინდა 90%-ით იუდეველი. და გინდა რაც გინდა ის იყოს. ვინც ამ საკითხში მონაწილეობა მიიღო, მეგობრებო, თქვენ ნუ გგონიათ, რომ მარტო იუდეველებმა აცვეს ქრისტე ჯვარს. ნებისმიერმა იქ მდგომა, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა, ქრისტე აცვა ჯვარს. ითვლება როგორც ქრისტეს ჯვარცმელი. პირდაპირ გეტყვით რა, ეხლავე გეტყვით რაც მოხდება. თავზე ხო დაემხობა მთლიან სრულიად საქართველო ეხლავე გეტყვით რა, თუ ქართველი შეძლებს იმას რომ დათმოს თავისი მიწა და აი ეს ამ საუბრით როგორც მე გელაპარაკეთ რომ ქრისტეს სახელით დათმოს და არა იმიტომ რომ რაღაცის გამო გაყიდოს ან რაღაცა, თუ ქართველი მართლა მოახერხებს დათმოს თავისი მიწა ქრისტეს სიყვარულის გამო, პირდაპირ გეტყვით რაც მოხდება. მაგრამ მე რაღაც ეჭვმეპარება რომ ქართველმა შეძლოს ქრისტეს გამო დათმოს თავისი მიწა. ის მიწა რომელიც ქრისტემ ათხოვა მათ. მე ეჭვმეპარება მაგაში ჯერ კიდევ. ამიტომ ჩვენ ვიფიქროთ ჩვენი ერი როგორ დავიბრუნოთ ქრისტეს გზაზე. ჩვენი ერი? არა, მარი, ჩვენი ერი კი არა. მე გეტყვი ახლა ჩვენ რა გვქონდა საბრუნებელი. აი სხვადასხვა არ ვიცი, არ მიკითხავს ამ ბატონისთვის, მე ერთ ბატონთან მქონდა საუბარი ამ დღეებში. და აი ბრწყინვალე იდეა აქვს ამ ადამიანს. ქართული დაბადების მოწმობები ახლიდან გაიცეს. და სახელმწიფომ კი არ უნდა გასცეს ეგ ქართული მოწმობები. იმ ადამიანებმა უნდა გასცენ, რომელი ადამიანებიც არიან ქართველები. არ არის აუცილებელი რაღაცა ორგანიზაცია, ან ჩვეულებრივად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოინდომებს ქართველობას, მიეცემა ეს მოწმობა და всё, მისი სიტყვიერად მისი არსი უკვე ქართველი იქნება, რომელიც თითქოს და წაგვართვეს. მაგრამ ასე ადვილად ვერ გააცურებენ ქართველებს. ქართველი რაჭველივით არის, გვიან ფხიზლდება, მაგრამ თუ გამოფხიზლდა და თუ გახურდა მტრისას ქართველობა აღსადგენი გვაქვს. ერთადერთი ჩვენ რაც უნდა დავიბრუნოთ, არის ჩვენი იდენტობა, რომ მე ვარ ქრისტიანი.
ქრისტეს საძმო. ქრისტეს საძმო ვარ. და არა ქართველი, არა ებრაელი, არა ის. ქრისტეს საძმო ვარ. თუნდაც ერგოს ამას ქართველი. მაგრამ ისიც საკითხავია, ქართველი რას მოიცავს თვითონ ეს სიტყვა? თუ იბერიელი, თუ ებერი, თუ იბერი, თუ ვინა ვართ საერთოდ? საიდან მოვდივართ? ქართლის შვილები ვართ თუ იბერიის შვილები ვართ? გეორგიანელები ვართ თუ გეორგები ვართ თუ ვინ ვართ საერთოდ? საბერძნეთში გეორგს ღორღოს უწოდებენ, ღორღოს. ღორღო არ მაწყობს რა, ღორები ეგენი იყვნენ. კარგი, მეგობრებო, ახლა ჩემო კარგებო, მე დაგემშვიდობებით, თქვენი ფიქრეთ და მომწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. გინდათ თუ არა აღვიდგინოთ თქვენი იდენტობა. დაწერეთ რომ კი მე მინდა აღვიდგინო ჩემი იდენტობა და მერქვას ქართველი, მაგალითად, ან მერქვას ქრისტიანი. აირჩიეთ. გინდა გერქვას ქართველი თუ გინდა გერქვას ქრისტიანი.